ავტომარკეტ ლოჯისტიკის დამფუძნებლის დავით ბარამიძის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნისთვის დაწესებული სატარიფო პოლიტიკა შტატებში ავტომობილების ფასის ზრდას გამოიწვევს. ეს კი ქართველ დილერებს ავტოიმპორტს გაუწვირებს. როგორც ბარამიძემ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა, სავარაუდო მატება ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილებზე 5%-ის ფარგლებში იქნება. ისივე თქმით, გავლენა დილერებისთვის უკვე შეინიშნება. ამერიკის პრეზიდენტმა გასულ კვირას თეთრი სახლიდან გვაცნობა, რომ საბაზო ტარიფების მიღმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფს უწესებს. სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით, ამასთან უკრაინაც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ამავე რაოდენობით. თუმცა არ არის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ბელარუსი. ამის მიზეზად კი ამ ქვეყნების მიმართ მოქმედი სანქციები სახელდება. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლება მოსაოდნელი იყო, რადგან გასულ წლებში სექტორში არსებული ბუმი დიდწილად მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა. როგორც ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე PMG-ს განუცხადა, უკვე მიმდინარე წლიდან ამ მიმართულებით სექტორის შემოსავლების დასტაბილურებაა მოსაოდნელი. ამასთან ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საგადასაღადო შეღავათებით, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო IT კომპანიები სარგებლობენ, ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებზეც გავრცელდეს. ცნობისთვის 2020 წლის ბოლოდან საქართველოში საერთაშორისო საწარმო სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება. ასევე საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. სოფლის მეურნეობის სექტორში DGG-ს ნულოვან დაბეჭდვას ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი აქვს. ეს დასკვნა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ანგარიში ხვდება. სამინისტროს შეფასებით, შეღავათისგან, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება, უფრო მეტ სარგებელს მაღალი შემოსავლის მქონე შინა მეურნეობები იღებენ, რაც უწყების დასკვნით საგადასახადო შეღავათების სუსტ მიზნობრიობაზე მეუთითებს. კვლევა აჩვენებს, რომ შეღავათის შემოღებიდან მე-10 წელს რეფორმის შედეგად DGG-ს საგადასახადო დანახარჯების წმინდა ეფექტი ნომინალურ გამოსახულებაში 198 მილიონი ლარის წმინდა დანაკარგს უტოლდება. სოფლის მეურნეობის წახალისების ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით სოფლის მეურნეობის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების ნულოვანი გადასახადი 2012 წლიდან მოქმედებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა სოფურაშვილი გვიხსნის, რომ ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივების და პროგრამების ეფექტიანობის პერიოდული ანალიზი დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომლის საფუძველზეც უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. სოფურაშვილი ეთანხმება იმ პოზიციას, რომ სოფლის მეურნეობის დარგში DGG-ი დაბეჭდვა ყველასთვის ერთგვაროვანი უნდა იყოს, თუმცა მისი შეფასებით DGG-ს განაკვეთი ისეთი მაღალი არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის. ქართულ ბაზარზე საერთო პორტფელის 20%-ით ვარ წარმოდგენილი. ამის შესახებ ვილა მოსავალის გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ BMG TV-ს გადაცემაში რედაქტორში ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე მათი სარეალიზაციო მიმართულება ჰორეკა სექტორია, რომლის წილიც 100% შეადგენს. რაც შეეხება მევენახეობას, მათი ვენახების განვითარებული ფართობი 40 ჰექტარს უტოლდება. ეს არის კახეთის, ქართლისა და იმერეთის რეგიონები, სადაც ჯამში 7 ჯიშური ვაზია გაშენებული. ამასთან კომპანია მცირე რაოდენობით ყურძენს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისგან იღებს, რომელთანაც პარტნიორობს. კომპანია ვილა მოსავალი საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია თბილისთან ახლოს სოფელ ახალ უბანში სასტუმრო კომპლექს ვილა მოსავალს მართავს, რომელიც რესტორან მოსავალს და ასევე მასთან არსებულ მეღვინეობას აერთიანებს. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ვილა მოსავლის 70%-იანი წილის მფლობელი მიხეილ შეყრილაძეა, 30%-ს კი ქართლოს დიასამიძე ფლობს.